საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება, პრიორიტეტული სფეროები, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, განათლების როლი განვითარების პროცესში და გამოწვევები, რომლის გადაჭრაზეც ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა იმუშაოს. ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდებს ესაუბრებოდა. სოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების ანგარიშების შედეგი მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს გააცნო. პრეზიდენტმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასება დეტალურად დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან განმარტა. სოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ნომერ 1 რეფორმატორ ქვეყანად სახელდება. Doing Business-ის კვლევაში ისიც ხაზგასმულია, რომ ბიზნესის სიმარტივის კუთხით საქართველოს 174 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი წინსვლა აქვს. აღმოსავლეთ ევროპაში კი იმ 15 ქვეყანათა რიცხვში შედის, სადაც ბიზნესის რეგულირების კუთხით რეფორმებს წარმატებით ახორციელებს. ჩვენ გავხდით სოფლიოს ჩემპიონები ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით. ბოლო სოფლიო ჩემპიონები ჩვენ ვიყავით ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, მანამდე ქალთა ჭადრაკში. ამჯერად ჩვენ ვართ სოფლიო ჩემპიონები სოფლიო ეკონომიკური რეფორმების წარმოების კუთხით. ეს არის ოფიციალურად ease of doing business, ბიზნესის კეთების სიადვილე, საქმის კეთების სიადვილე სოფლიო მასშტაბით. სოფლიო ბანკის გამოკვლევა, რომელიც არის 178 ქვეყანას შორის სტარდება, საქართველო გავიდა პირველ ადგილზე ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას სოფლიოში, არც ერთ სხვა მთავრობას სოფლიოში არ გაუკეთებია იმდენი რეფორმა, რათა გაუმჯობესებულიყო საქმის კეთება და ეკონომიკური სიტუაცია, ეკონომიკური შესაძლებლობები, სიტუაციას დაკლების არასწორი ტერმინია, შესაძლებლობები ხალხის უკეთესობისკენ, ვიდრე ეს გააკეთა საქართველოს მთავრობამ. ქვეყანას კიდევ ერთი დადებითი მაჩვენებელი გაეროს ადამიანური განვითარების ანგარიშის მიხედვით აქვს. საქართველომ ამ მონაცემებით რამდენიმე საფეხური წინ წაიწია და მაღალი ადამიანური განვითარების ქვეყნების ჯგუფში მოხვდა. საქართველო 2009 წლის კვლევის მიხედვით საშუალო ადამიანური განვითარების ქვეყანათა ჯგუფში ირიცხებოდა. წელს 200 ქვეყანას შორის საქართველო 74 ადგილზეა. 2009 წლის ჩათვლით საქართველო იმყოფებოდა საშუალო ადამიანური განვითარების ქვეყანათა ჯგუფში. აქ რამდენიმე კრიტერიუმი გულისხმობა: ხალხის შემოსავალი, ჯანდაცვის დონე, განათლების, სიღარიბის, თანასწორუფლებიანობის, გენდერული თანასწორობის, მდგრადი განვითარების, ადამიანის უსაფრთხოების ხარისხით. ჩვენ გადავიდით მაღალი ადამიანური განვითარების ქვეყანათა ჯგუფში. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ამ ქვეყნებს შორის გვისწევს მხოლოდ ნავთობმოპოვებული ქვეყნები ამ ეტაპზე. საერთაშორისო ინსტიტუტების დადებითი შეფასების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობის მაღალ დონეს მიიჩნევს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ყოველი მეოთხე უმუშევარია და საკითხის გადასაჭრელად ყველა სახელმწიფო უწყებამ აქტიურად უნდა იმუშაოს. ნაწილობრივ მთლიანად უმუშევართა რაოდენობა არის 30%, ეს პენსიონერების რაოდენობა რომ გადავანგარიშოთ, ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით თითქმის ყოველი მეოთხე ადამიანი არის მთლიანად და ნაწილობრივ დაუსაქმებელი. ეს არის კატასტროფულად მაღალი ციფრი. რანაირად შეიძლება ეს უმუშევრობა, რომელიც გვაქვს, თუნდაც საქართველოს დედაქალაქში, შევცვალოთ უკეთესობისკენ. საქართველოს აქვს 3 ძირითადი მიმართულება ეკონომიკის განვითარების, რომელიც უახლოეს წლებში მოგცემს ჩვენ გარღვევას იმისათვის, რომ შემდეგ 5 წელიწადში ნომინალურად ჩვენი ერთიანი სრულმოსახლეების ჩვენი ნომინალური შემოსავალი გაორმაგდეს. ერთი არის ინფრასტრუქტურა, მეორე არის ტურიზმი და მესამე არის სოფლის მეურნეობა. ინფრასტრუქტურა, რა არის ინფრასტრუქტურა? ეს არის პირველ რიგში ენერგეტიკა, ესე იგი ჰიდროენერგეტიკა. ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში ვითვლით, დათვლილი გვაქვს, რომ ყოველგვარი ესე ზედმეტი რაღაცა რთული კონსტრუქციების გარეშე მეტიც შეიძლება იყოს, მაგრამ უახლოეს 7-8 წელიწად ჩვენ შეგვიძლია რეალისტურად 5 მილიარდი დოლარი მოვიზიდოთ ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში. 5 მილიარდი დოლარი ჩაიდოს საქართველოში ახალი კაშხლების, ახალი ტურბინების, ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნაში, ესე იგი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და ახალი ცოდნის მიღებაში ჩვენი ხალხისთვის. ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ტურიზმი და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა რჩება. ხელისუფლების გათვლებით 2011 წელს ქვეყანას 2 მილიონი ტურისტი ეყოლება. მომავალ წლებში კი ეს რიცხვი გაორმაგდება. ამ ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით ჩვენ ვარაუდობთ ყოველ წელიწად 30-35% გაზრდას. წელს იქნება 2 მილიონი ტურისტი საქართველოში და ხშირად დაობენ აი რა არის ტექნოლოგია, როგორ ვითვლით 2 მილიონი ჩამოვიდა, მაგრამ ხო ყველა ტურისტი არა, ყველა ვინც ფულს ხარჯავს ჩვენ თვალსაზრისით არის ტურისტი.
და ბიზნესეც რო ჩამოდის, ისიც ტურისტია და ნეტავი 2 მილიონი ბიზნესზე იყოს ყველა ჩამოსული. მაგაზე უკეთესი არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ ხო ვიცით რომ მათი უმეტესობა მაინც არის სუფთა ტურიზმი და ცოლის უყარება ჯერ კიდევ. ჩვენ პოტენციალი გვაქვს 5 მილიონი უახლოეს წლებში და მომავალ ჩვენი პოტენციალი 10 მილიონი. პატარა სან მარინოში ჩადის 5 თუ 6 მილიონი ტურისტი. ამიტომ სიდიდეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმდენად უნიკალური ადგილებია სიტყვაზე, ამას წინათ ვიყავ პატრიარქთან და ცნოში ყაზბეგში. მე ესეთი მთები აი რო ჩადიხარ ხვდები რატო ჩადის? მე არ მინახავს ბევრგან არ ნამყოფი. თუშეთი წარმოუდგენელი პოტენციალი. ეს ზღვის და მთის კომბინაცია წარმოუდგენელი პოტენციალი. წარმოების გაორმაგებისთვის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსების გაზრდას აპირებს. ახალი კულტურებისა და ტექნოლოგიების ასათვისებლად კი სპეციალისტების გადამზადება იგეგმება. სოფლის მეურნეობა არის ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი იდენტურობის ნაწილი და ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სწრაფად ზის პოტენციალი არის იქ, იმიტომ რომ დღეს ჩვენი ერთიანი ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 11-12%-ს ქრის სოფლის მეურნეობა. ეს უნდა იყოს და როცა მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს სოფლად და ეს ციფრი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს შემდეგი 5 წლის განმავლობაში. მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს ეს? აი ბატონ კახამ თქვა ჩვენ გვინდა სოფლის მეურნეობის სპეციალისტი მომზადოთ აქ, ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი პრაქტიკულად საქართველოს არ ქონდა 60-იანი წლებიდან უკვე და თავის მოტყუება იყო. მერე საბჭოთა კავშირი დაიშალა იმ ინსტიტუტმა თელი თავის მიწებიც გაანიაო, გაყიდა და ჯიბეში ჩაიდო ეს თელი ფული. და ამიტომ იქ არის სოფლის მეურნეობის სპეციალისტი დიდი ხანი არ ამზადებენ, ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიები და ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 100 მილიონი ლარის, მე ვფიქრობ, სახელმწიფო და მინიმუმ ინვესტირება ყოველ წელი და სხვა ყველაფერთან ერთად, რომ ახალი თესლი შემოვიდეს, ახალი ტექნოლოგიები, ახალი რაღაცები ვასწავლოთ ხალხს იმისათვის, რომ მართლა გაორმაგდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება საქართველოში. ძალიან სწორია. პრეზიდენტი სტუდენტებთან შეხვედრაზე დემოკრატიის განვითარებასაც შეეხო. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხში ყველა მოქალაქე უნდა ჩაერთოს. ამასთან მთავრობის დეცენტრალიზაციის პროცესიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენი იდენტურობა ხალხო. ვინა ვართ ჩვენ? ჩვენ არ გვაქვს გაცნობიერებული ეს ბედნიერება, რომ დღეს რუსეთს ამ ჩამორჩენილ ფეოდალურ ქვეყანას ეხლა პირდაპირ თქვათ რა არის რუსეთი დღეს. ნავთობზე მჯდომი ნიგერია არის ეკონომიკურად. ამ ჩამორჩენილ ქვეყანას დღეს აქვს საკმაოდ კულტურული და იდენტურობის გავლენა პრაქტიკულად ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. ყველაზე ნაკლებად მათ აქვთ ეს საქართველოში. პრაქტიკულად აღარ აქვთ. დემოკრატია მეორე არის იდენტურობა, მესამე არის შიდა მობილურობა და ხალხის მუდმივი გადაადგილება და ხალხის გახდომა ჩაჯდომა საერთო ეკონომიკურ მიმოცვლაში და საერთო ეკონომიკურ მიმოსვლაში. ჩვენ ვაქვს იდეალური გეოგრაფიული მდებარეობა. მაგრამ ეს ისე კი არა როგორც ჩემ წინამორბედებს ესმოდა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დერეფანი. ბნელი დერეფანი არავისთვის არ არის მიმზიდველი მიუხედავად რომ გაიარო. ჩვენ უნდა გქონდეს ის აი ეს არის განსხვავება იმ დერეფნის შევარდნადისეულ კონცეფციას და იმას არის რაც ჩვენ ყველანი ერთად ვქრით. ჩვენ გვაქვს ის რაც არ აქვს ხვებს. მათ აქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ ჩვენ არ აქვს კორუფცია, 98% ბოლო გამოკითხვით ქართველების ამბობს რომ მათ საერთოდ შეხება არ ქონიათ კორუფციასთან ბოლო წლების განმავლობაში, არ გაუგიათ რომ ვინმეს ქონოდეთ და 9% ნაკლები ამბობს რომ ქონდა შეხება. ჩვენ გვაქვს დანაშაულის ძალიან დაბალი დონე, ჩვენ რუსეთში ექსპორტირებთ კანონიერ ქურდებზე ელექტროენერგიას და ჩვენ გვაქვს შედარებით დაბალი გადასახადი, მაგრამ გადასახადის გადახდა ყველამ უნდა ვისწავლოთ, როცა ნავთობი არ აქვს, ეს არის დისციპლინა და ასევე შენი მონაწილეობა შენი ქვეყნის შენებლობაში და ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი ბიუროკრატია და ძალიან მოქნილი სახელმწიფო სისტემა. ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ ვიმეორებ სოფლიოს პირველი ეკონომიკური რეფორმატორები 174 ქვეყანას შორის. ერთსაათიან შეხვედრა სტუდენტებთან, რომელსაც განათლების მინისტრის და თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორიც ესწრებოდნენ, იუმორის გარეშე არ ჩაუვლია. მიხეილ სააკაშვილმა კახა ბენდუქიძეზე იხუმრა. რომელ არხებზე მიდის პროპაგანდა, რომ ეს არ არის ქართველი, ეს სხვა ეროვნების წარმომადგენელი ალბათ, ეს იუდა არის. პრეზიდენტს თავისუფალმა უნივერსიტეტმა სიმბოლურად საჩუქარიც გადასცა. შეხვედრის ბოლოს კახა ბენდუქიძემ მიხეილ სააკაშვილს მაისური სპეციალური წარწერით უსახსოვრა. პოტენციალი რომ აქვს, სულაც არ მიხარ.